ხნის წინ ძალადობრივ ქმედებებს გამოეხმაურნენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები განცხადებებს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. დღეს ასაც ხედავთ აი ამ განადგურებული აგენტურული ქსელის როგორ შეიძლება მათ საერთოდ უწოდო რაიმე სახით ოპოზიცია ხო ეს ყველამ კარგად ვიცით ვინ არიან ეს ხალხი ხო და რასაც ახლა ხედავთ ჩვენ ცდელობას იმ არეულობის და ესკალაციის დარწმუნებულები იყვნენ რომ ამის ორგანიზატორების და შემსრულებლებიც ვის დღეს საზოგადოება მიხილა აი ამ განულებული გამარგინალებული აგენტურული ქსელისგან კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს. აბსოლუტურ გაუგებრობაში არის ოპოზიცია იქიდან გამომდინარე, რომ ცენტრალიზებულ დავალებებს ისინი რომ იღებდნენ, მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა ის, რომ ცენტრალიზებულა დავალებები არ არის წამოსული, შესაბამისად ისინი არიან ქაოსში, სხვადასხვა ევრობიუროკრატია ავალებს მათ სხვადასხვა რაღაცას, შესაბამისად ისინი კოორდინირებულად ვერ მოქმედებენ და არიან სრულ ქაოსში. როგორც ისინი იქცევიან, რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ კრიმინალი, ეს არის დანაშაული, სისხლის სამართლის დანაშაული. ამას შეფასება შესაბამისი უწყებები მიცემენ და რა თქმა უნდა შესაბამისი უწყებები დაარეგულირებენ სიტუაციას იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ხედავთ რომ არჩევნების დღეს არჩევნების დამთავრებამდე უკვე ისინი გადავიდნენ რადიკალურ ქმედებებზე გადავიდნენ აგრესიაზე ეს არის მოძალადეების მიერ თავიანთი ეგოს დაკმაყოფილების ერთ-ერთი ეპიზოდი, სურვილი ყოველ შემთხვევაში მცდელობა. ეს არის პირდაპირ უგულებელყოფა აი იმ მოსახლეობის სწორედ იმ განწყობების, რომელიც არჩევნებზე გამოიკვეთა. პირდაპირ წასვლა დინების საწინააღმდეგო და მოსახლეობის სურვილების. სწორედ ამიტომაც არის მოსახლეობა, როცა ხედავს აი იმ აბსურდს, აი იმ სიგიჟეს, ამ ძალადობას, ამიტომ არის მე სწორედ ამ ხელა მხარდაჭერა ქართული ოცნების და მისი პოლიტიკისადმი.